სალამი მეგობრებო. მე მგონი გახსოვთ რა გრანდიოზული ამოცანა დავსახეთ ჩვენ, მართალია ჩვენი ვიდეო საუბრები ძალიან მოკლეა, მაგრამ მასშტაბი საკმაოდ სერიოზული. დავიწყეთ ექსპერიმენტით, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, არავითარ რეაქცია არ იყო ჯგუფიდან. ან ჯგუფი საერთოდ პასიურობს და დაკარგა უკვე ინტერესი ამის მიმართ, ან მეორე რაღაც ფაქტორი მუშაობს. ამ ფაქტორს შევეხებით. რა თქმა უნდა, რეცეპტი სისულელეა, მაგრამ ზოგიერთ სისულელე იძლევა საშუალებას, რომ გავერკვეთ რაღაცეებში და იდეების, ახალი იდეების ჩამოყალიბების ბიძგსაც ვაძლევს ხოლმე. ეს დასკვნას გავაკეთეთ, თუ გახსოვთ, რომ ანალოგია არის მოსაძებნი, ციტატ მოვნიშნე. რატომ არავინ არ მომწერ, ხო ვის გაუგონია საერთოდ ვერცხი საერთნაირად ხარშვა, ხო იტალიური დაარქვით, ინტერნეტიდან ავიღე ეს ყველაფერი, გერმანულადაც საერთნაირად ხარშავენ. ბრჭყალებში ხარშავენ, ანუ ჩვენს გარშემო ინფორმაციული სივრციდან რაც მოგდის, მე უამრავია ესეთი ბრჭყალებში რეცეპტი მაქვს. რჩევა, რომელიც არ მუშაობს. არ ვიცი რა ამოძრავებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმას აკეთებენ, მაგრამ სტუდენტებთან ურთიერთობაში მეც მქონდა აი ასეთი ხშირად შემთხვევები, როდესაც დავალებას ვაძლევდი და სტუდენტები არაფერს არ აკეთებდნენ, მაგრამ მეუბნებოდი, არა, მუშაობთ, როგორ არ ჩვენ ნახეთ რეცეპტი, რომელიც იმუშავებს, მაგრამ როდესაც მოდიოდა უკვე გამოცდის პერიოდი და რაღაც უნდა წარმოედგინოთ აი პრაქტიკულ ნაწილს. შეიძლება ირკვევოდა, რომ არც ორ დღეში და არც ორ კვირაში. რატო ერთი კვირის განმავლობაში არავინ არ თქვა, არავინ არ მომწერა, რომ არ გვინდა ასეთი სისულელეები, თუმცა ეს იყო საგანმანათლებლო სიტუაცია. ძალიან კარგად არის ცნობილი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი, შიშველი ბეფე თუ გახსოვთ. აი ხშირად ხდება ესეთი რაღაცეები, რომ ჩვენ უფროსებს ვეშინია რომ არ გამოჩნდეთ. ცუდად ბავშვი პირდაპირ და სწორად ლაპარაკობს. ხედავს რეალობას პირდაპირ. უფრო რეალურად ვიდრე რაღაც ასე ვთქვათ თავისებურებების გამო უფროსები და პირდაპირ ლაპარაკობს იმას, რასაც ხედავს. მეფე შიშველია. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა გამოგვივიდა, მე ხშირად სტუდენტებთან, ფსიქოლოგიის მაგისტრანტებთან ვაკეთებდი ესეთ ტესტებს, დავანახებდი რაღაც ტექსტს და ვეუბნებოდი, რომ მოდით, აი თქვენ ფსიქოლოგიური პორტრეტი ნახატეთ ამ ავტორის. კითხულობდნენ გაკრებულები. მიყურებდნენ და ბატონ ლევ, აშკარად თქვენ დაწერილი არ არის. 15-20 მაგისტრანტი იყო ხოლმე და ერთ-ერთი იტყოდა, იცით რა, სისულელეა მე მგონი ეს. და საიდან აიღეთ ეს ყველაფერი? მერე უთითებდი უკვე წყაროს, დავანახებდი, რომ ეს ოფიციალური დოკუმენტი იყო. ასეთი რაღაცები ხდება ჩვენთან, რატო ხდება ესეთი რაღაცები? ამ შემთხვევაშიც პროვოცირება ესე უშედეგოდ დასრულდა. ბავშვს რო ენახა, მაშინათვე იტყოდა ჩემი დედიკო არასოდეს არ ხარშავს აი ესეთნაირად. იტყოდა რეცეპტს უკვე, რომ დაკვირვებით, ბავშვებმა იციან ხოლმე რა არის, რა ხდება, როგორი ხარშება კვერცხი და არავითარი პრობლემა არ არის, რომ ჩამოთვალოს ის პროცედურები. ერთხელ მაინც უნახია, როგორ ხდება, რანაირად ხდება და ხშირად მშობლები უხსნიან და ასე იწყება საერთოდ აი პირველი შეხება სამზარეულოსთან. თუ ჩვენ ინსტრუმენტარს გადავხედავთ, აი რისთვის ვხარშავთ კვერცხს, ხო, დაფიქრდით ამაზე, ხო? რისთვის ვხარშავთ კვერცხს? რატომ ვხარშავთ? და აი ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ საერთოდ იმ განხილულ ეგრეთ წოდებულ რეცეპტში არც გვიხარშია ჩვენ ეს კვერცხი და შეკითხვას უნდა უპასუხოთ, როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი. აი იმედია, რომ მაინც აღდგება ჩვენი კომუნიკაცია და თქვენ რეცეპტებს მოგვაწვდით, იქნება აშკარად განსხვავება. იმედი მაქვს, რომ 5 რეცეპტი მაინც იქნება. 20 განსხვავებული რეცეპტი ხდება ხოლმე. ყველას აქვს თავისი რაღაც თავისებურება და გამოცდილებიდან და იმ ცოდნიდან, რომ ასეთი პროცედურები უნდა ჩატარდეს, ასეთი რაღაცეები უნდა გაკეთდეს და შედეგსაც ვიღებთ. თუ მეცნიერულ დონეზე ავალთ, მაშინ შეიძლება ეს ინფორმაცია უფრო დატვირთული იყოს, მაგრამ ჯერჯერობით დავკმაყოფილდეთ იმ რეცეპტებით, რომლებსაც მოგვაწვდის.
აი დასკვნა რაში მდგომარეობს, რომ კვერცხი აუცილებელია, რომ ჩვენ მოვხარშოთ. აუცილებელია, რომ ეს კვერცხი ავიღოთ და რაღაც პროცედურები ჩავატაროთ, მაგრამ ასეთი პროცედურა არ გვინდა, კვერცხის მაჩივარში ჩადება, ვის გაუგონია ესეთი რაღაცა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გარკვეული იდეები გამიჩნდა, რომ რატომ ხარშავთ მაინც და მაინც ასე, ან ისე, მეცნიერულად შევხედე ეს ყველაფერს და იმედია, რომ ჩვენი ამ ექსპერიმენტის ბოლოს ჩვენ შეიძლება საპატენტო წინადადებაც კი შევიმუშაოთ კვერცხის ახლებურად ხარშვაზე. მომავალ შეხვედრამდე.